ბრბოს ღრიალმა ჰაერი მოლოდინით აავსო, როცა მომენტი დადგა. კარები ფართოდ გაიღო და დაიწყო უკუთლა სპორტის ყველაზე ამაღელვებელი და სახიფათო 8 წამისთვის. ბაკიდან ღრიალით გამოვარდა ხარი. ბრაზით ტრიალებდა და ფეხებს ურტყამდა. და ამ 200 ფუნტ მძვინვარე კუნთზე მშვიდად იჯდა გამოცდილი ქობოი, სინიუ. მისი ხელთათმანიანი ხელი მჭიდროდ უჭერდა ხარის თარის თოქს. სიცოცხლის ხაზი ქაოსში. გლენ კილი თავდაჯერებულად ძლებდა. სიცოცხლის გადასარჩენად ეჭიდებოდა. მისი გამოცდილი სხეული იწოვდა იმ მძვინვარე მძლავრ რყევებსა და ქანაობას, რომელსაც ის უზარმაზარი მხეცი ქმნიდა, რომელზეც გლენ კილი იჯდა. წამები მარადიულობად გადაიქცა, როცა ორი ჯიუტი ნება ერთმანეთს შეეჯახა. კაცი და ხარი ბატონობისთვის იბრძოდნენ, ხოლო ბრბო აღფრთოვანებით ამხნევებდა მათ. და ბოლოს და ძალიან მალე გლენიც ჩამოვარდა, მაგრამ მანამდე ზარი ხმამაღლა და მკაფიოდ გაისმა. მან ზარამდე გაძლო, მუშტი მაღლა ასწია. გლენმა სიხარულით წამოდგა და მქუხარე ბრბოს პირისპირ დადგა. მან გამოწვევას გაუმკლავდა და გამარჯვებული გამოვიდა, როგორც ყოველთვის. ეს გლენისთვის მეორე სახლი იყო. ეს მისი საყვარელი სპორტი იყო. ის როდეოს მეფე იყო და ის აქ ყოფნისთვის იყო დაბადებული. სანამ ერთ საბედისწერო დღეს, 2000 წელს, უბრალო შემთხვევამ არ გამოიწვია პროფესიონალური ხარის ჯირითის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თავის დასაწყისი. რა დაემართა ამ პროფესიონალ ხარის მეჯირითეს იმ ბოლო შემზარავ წამებში? შემოგვიერთდით, როცა გავამჟღავნებთ ტრაგიკულ დეტალებს იმისა, რაც პროფესიონალი ხარის მეჯირითეების ღონისძიების ისტორიაში პირველი სიკვდილი გახდა. იმ წამიდან, როცა გლენ კილი როდეოს სამყაროში შევიდა, ის დიდებისთვის იყო განცირული. გლენ კილი დაიბადა ოჯახში, სადაც როდეო მხოლოდ სპორტი არ იყო, არამედ ცხოვრების წესი. სიმამაცისა და ხარის ჯირითისადმი ვნების მემკვიდრეობა მათ სისხლში ღრმად იყო გამჯდარი და გლენის პროფესიულ გზას სამუდამოდ განსაზღვრავდა. კილიების ოჯახისთვის ხარის ჯირითის საფრთხეები უცხო არ იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1984 წელს გლენის ძმა ჯეისონი ხართან საშინელი შეჯახებისას თითქმის სიცოცხლეს გამოეთხოვა. თუმცა სიკვდილთან ასე ახლოს ყოფნამ ოჯახი არ შეაჩერა. ამის ნაცვლად ეს კიდევ უფრო მოტივაციას აძლევდათ. ჯეისონის სასწაულებრივი გამოჯანმრთელება და ხარის ჯირითში დაბრუნება გლენსა და დანარჩენ ოჯახს, მათ შორის მის მშობლებს, შთააგონებდა. დას და 5 ძმას. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს ცხოვრებაში ხარებთან არენაზე გამოდიოდა. მისი ბრწყინვალე მიღწევებისა და პატივისცემის მიუხედავად, გლენმა სიმდაბლე და ხელმისაწვდომობა შეინარჩუნა. ის დამწყები მხედრებისთვის დიდი საყრდენი იყო. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის ან რჩევის მისაცემად. კანადურ როდეოს სამყაროში გლენმა სწრაფადვე ლეგენდა გახდა. იმ დროისთვის, როცა ის მხოლოდ 12 ან 13 წლის იყო, ყველა იცნობდა მას, როგორც ბავშვს, რომელსაც ჯირითი შეეძლო. 14 წლის ასაკში ის საჭურის ხარის ჯირითში ჩემპიონი იყო. მისი აღმასვლა ამით არ დასრულებულა. 18 წლის ასაკში მან მოიპოვა ხარის ჯირითში ჩემპიონობა და დაამტკიცა, რომ სერიოზული ძალაა, ვისთანაც ანგარიშის გაწევა ასაჭირო. ის, ვინც სპორტს იცნობდა, მას ისე აღიქვამდა, როგორც მაიკლ ჯორდანს კალათბურთში. თაობაში ერთხელმოვლენილი ნიჭი. მაგრამ განსხვავებით კალათბურთისგან, ხარებზე ჯირითში პაუზები არ არსებობს. არც ეგრეთ წოდებულ 4 კუთხის შეტევა, არც ნახევარდროის შესვენებები, არც პირსახოცის ჩაგდების შანსი. მხოლოდ ერთი ქობოა, ერთი გაბრაზებული ხარი და 800 წარკვეთილი წამი. ვინც როდეოს არ იცნობს, აიხარზე ჯირითის რამდენიმე ძირითადი წესი. ხედარი ერთხელში დაიჯერს ხარის თოქს და უნდა დარჩეს აღტუნავებულ ხარზე 8 სრული წამით. ტაიმერი მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ხარი მხრით კარის ხაზს გადაკვეთს და ბაკიდან სრულად გამოვა. ხედრის თავისუფალი ხელი აწეული უნდა დარჩეს. თუ მხედარი ხარს ან საკუთარ თავს შეეხება 8 წამის გასვამდე, ისინი ქულებს ვერ მიიღებენ. თითოეული მცდელობის დრო ითვლება მანამ, სანამ ხედარი მიწას ან ხარს არ შეეხება თავისუფალი ხელით. საკვალიფიკაციოდ, ხედარმა უნდა შეძლოს ხარზე დარჩენა სრული 8 წამის განმავლობაში და ამავდროულად რიტმულად ამოძრავოს ფეხები. თუ მხედარი ვერ დარჩება ხარზე 8 წამის განმავლობაში, ის ქულას ვერ მიიღებს. ხარის ჯირითში იდეალური ქულაა 100, ხედარს 50 ქულა ენიჭება და ხარს 50. საჯები აფასებენ მხედრებს მათი კონტროლის უნარის მიხედვით. ხარები კი ფასდებიან ინის მიხედვით, რამდენად აგრესიულები და არასტაბილურები არიან. იმისთვის, რომ ყველაფერი თანაბარ პირობებში იყოს, თუ მხედარი ამოიღებს მშვიდ წყნარ ხარს, მას ხელახალი ცდის უფლება ეძლევა. ეს 8 წამიანი გასვლა ყველაფერს ამოწმებს. უნარს, ათლეტიზმს, კონტროლს, ზალას, სიმამაცეს. სწორედ ეს აქცევს ხარის ჯირითს ესეთ ექსტრემალურ სპორტად. ხარის ჯირითის ისტორიაში მხოლოდ ერთი იდეალური ქულა ყოფილა და ეს მოხდა 1991 წელს.
როდესაც Wade Leslie და Harma Wolfman სკოლმა ვაშინგტონში პროფესიონალი როდეოს კოუბოების ასოციაციის ღონისძიების ღონისძიებაზე მიიღეს. თუმცა, ბევრის გულში თუ ოდესმე არსებობდა მხედარი, რომელსაც შეეძლო მსგავსი მიღწევის გამეორება, ეს Glenn Kelly იყო. იმ დროისთვის, როცა Glenn-მა 18 წელი შეუსრულდა, ის უკვე მსოფლიოს წამყვან კოუბოებთან ერთად ასპარეზობდა. მისი ბუნებრივი ნიჭი იმდენად აშკარა იყო, რომ ბევრს ეგონა ის იქნებოდა შემდეგი, ვინც სრულყოფილ 100 ქულას დააგროვებდა. ზუსტად ისე, როგორც ლეგენდარული ჯირითი 1991 წელს. Glenn-ი იმ გზაზე იყო, რომელიც პირდაპირ ხარის ჯირითის დიდების დარბაზისკენ მიდიოდა. მისი სახელი დიდებთან ერთად სამუდამოდ უნდა დამახსოვრებულიყო, როდესაც ცხოვრებამ ტრაგიკული შემოbrunება მიიღო. იყო 24 მარტი 2000 წელი. პროფესიონალური ხარის ჯირითის Bud Light Cup-ის სერიაზე ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში. იმ დღეს როდეოზე მას სახელად Promise Land-ი, სახელგანთქმული ხარი ერგო. მისი წონა ოდნავ აღემატებოდა 2000 ფუნტს. Promise Land-ი იყო ათლეტური, ძლიერი ხარი, რომელიც უფრო სწრაფად ტრიალებდა და უფრო მაღლა ხტებოდა, ვიდრე მისი ზომის ხარს უნდა შეეძლოს. Promise Land-ი regular season-ის ხარი იყო და წინა წელს 1989 წლის წლის კოგერლი მოიგო. ბევრი წყაროს მიხედვით, ის საკმაოდ მშვიდი ხასიათის და ცნობილი ხარი იყო. Glenn-ი იმ დღეს PBR-ის მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო. ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო წელი და მას უკვე თითქმის $94,000 ჰქონდა გამომუშავებული. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მსოფლიო ფინალზე ადგილი დაეზუია. სხვა მხედრები წარმატებას უსურვებდნენ, როცა მისი ნომერი ამოვიდოდა. Glenn-ი მზად იყო, focusable and მზად იყო. Promised Land-ზე. იმ წამს, როცა კარები გააღეს, Promised Land-ი გარეთ გამოიჭრა, ველური და ძლიერი, სანამ Glenn-მა მჭიდრო დაიჭირა, კბილების შეკრითიდან და ყველა ღონეს ხმარობდა, ზედ დარჩენილიყო. თავისი ბუნების ერთგული. Promised Land-ი აფეთქდა გასაშვები ბაგიდან, მძაფრად ტრიალებდა, რომ ხედარი ჩამოეგდო. Glenn-ი ხარზე ოსტატურად იჯდა. ყოველ ნახტომსა და ტრიალში ეყრდნობოდა, როცა Promised Land-ი ცდილობდა არასასურველი მხედარი ჩამოეგდო. Glenn-ი ჰარის მოძრაობებს მიხვებოდა, მისი სხეული შთანთქავდა ყველა ბიძგსა და შეჯანჯღარებას, ხელი მჭიდროდ უჭირავდა თოქს. ჯირითი 8 უსასრულო წამს გაგრძელდა, სანამ ბოლოს Promised Land-მა შეძლო და გამოცდილი კოუბოი ზევით აისროლა. ბრბო აღვირდა. მათ აღფრთოვანებით უყურებდნენ ოსტატობასა და სიმამაცეს, მაგრამ გამარჯვების სიხარული მალე გაქრა. მძიდველობამ Glenn-ი ისევ დედამიწისკენ დააბრუნა. პირდაპირ ისევ მძვინვარე ხარის გზაზე. ბედის სასტიკი ირონიით, Promised Land-ის უკანა ჩლიქებმა Glenn-ზე დამანგრეველი დარტყმა მიაყენა, რამაც ტრაგიკული დასასრული დაუდო გამორჩეული ოსტატობისა და სიმამაცის ჩვენებას. მხარმიწაზე დაცემა მხოლოდ საშინელების დასაწყისი იყო, რადგან ხარის ჩლიქები Glenn-ს საბედისწერო უბედურების მომენტში მოხვდა. ეს შოკის მომგვრელი უბედური შემთხვევა იყო. სწორედ მას ცხადი იყო, რომ მისი ხელი სერიოზულად იყო დაშავებული, ალბათ გატეხილი. მოგვიანებით გაიგეს, რომ Glenn-მა მეტი დაზიანება მიიღო. გატეხილი ნეკნები და დაზიანებული ფილტვი. პირველი შეხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები მძიმე იყო, არავის ეჩვენებოდა სიცოცხლისთვის საშიშად, არც თვითონ კოუბოის. Glenn-ი გონზე იყო, რეაგირებდა და ისეთი განძლე იყო, როგორც ყოველთვის. მისი მდგომარეობის სერიოზულობა დაფარული იყო მისი სიმტკიცით და იმ მომენტის ადრენალინით. Glenn-მა იმ დღეს ყველა საჭირო აღჭურვილობა ეცვა, ზუსტად ისეთი, როგორცაც ხარის მხედრები სულ უფრო ხშირად ატარებდნენ უსაფრთხოების მიზნით. Lane Frost-ის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სპორტის ლეგენდა, რომელიც მას შემდეგ დაიღუპა, რაც ხარის რქამ ზურგში დაარტყა, რამდენიმე ნეკნი გაუტეხა და არტერია გადაუჭრა. ამის შემდეგ ყველა პროფესიონალმა მხედარმა სპეციალური ჟილეტი ჩაიცვა. Cody Lambertis მიერ შექმნილი, რომელიც პროფესიონალი ხარის მხედრობის დამფუძნებელია. ეს ჟილეტი ტყვია გამომტარი ჟილეტივითაა, ოღონდ რქებისგან დასაცავად. ის შექმნილია, რომ შთანთქას ხარის დარტყმების შოკი, ძალის გადანაწილებით, რომ დარტყმა ერთ წერტილზე ძალიან ძლიერად არ მოვიდეს. მხედრები ასევე იკეთებენ ჩაფხუტებს, რომ თავი დაიცვან ხარისგან ან მიწაზე დაცემის შემთხვევაში. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარზე ჯირითი მაინც ძალიან საშიშია. ხარები უზარმაზარი და ძლიერები არიან და როცა აგდებას იწყებენ, ისინი შეიძლება ისეთი ძალით დაგარტყამენ, რომ ბოლომდე დაცვა ძალიან რთულია. Glenn-ის შემთხვევაში მას ესეთი დამცავი ჟილეტი ეცვა. თუმცა, როდესაც ხარის ჩლიქი მას დაეჯახა, მან მის გულმკერდს ისეთი ძლიერი პირდაპირი ძალით დაარტყა, რომ შიგნით სასიკვდილო დაზიანება გამოიწვია მის გულსა და სხვა ორგანოებს. ჟილეტმა თავისი საქმე გააკეთა და დაიცვა მისი ნეკნები და ტანის გარე ნაწილი, მაგრამ ძალა ძალიან კონცენტრირებული იყო და შიგნით მიყენებული ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. დაცვითი აღჭურვილობა ყოველ წელს ადამიანების სიცოცხლეს იხსნის და ტრავმებს აცილებს, მაგრამ ზოგჯერ დარტყმა ისეთი კუთხით ან ისეთი ძალით მოდის, რომ მას ვერც საუკეთესო აღჭურვილობა უმკლავდება. განსაკუთრებით საფრთხეშია გულმკერდისა და მუცლის არეები, რადგან ჟილეტები ვერ უზრუნველყოფს სულ დაცვას დაახლოებით 2000 ფუნტის ტონის ხარის პირდაპირი დარტყმისგან. გამოცდილი ვეტერანი უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. Glenn-ის მშვიდი გარეგნობის მიღმა კრიტიკული სიტუაცია ვითარდებოდა.
გლენის თავდაპირველმა სიმამაცემ და გამძლეობამ დაფარა მისი შინაგანი დაზიანებების ნამდვილი საფრთხე. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დახმარებისთვის, თუმცა არავის არაფერი სერიოზული არ ეეჭვებოდა. ყველაფერი სწრაფად შეიცვალა საავადმყოფოში, როცა ექიმებმა მისი სხეული შიგნიდან გამოიკვლიეს. აღმოაჩინეს, რომ მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. მისი ღვიძლი იყო გაჭრილი, დაცემის შედეგად დაზიანებული და შლიქების დარტყმის შედეგად. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, გლენმა ძალიან სწრაფად დაკარგა ძალიან ბევრი სისხლი. მანამდე, სანამ ექიმები შესძლებდნენ დაზიანების გამოსწორებას, უკვე ძალიან გვიანი იყო. მის ბოლო წუთებში, გლენ კელი გარდაიცვალა საოპერაციო მაგიდაზე შიდა სისხლდენის გამო. ის სულ ახლახან გახდა 30 წლის და ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო გასვლა. როდეოს ამ მჭიდრო საზოგადოებაში, სადაც ესეთი ტრაგედიები გაუგონარია, გლენის მოულოდნელმა დაკარგვამ გლოვის ტალღები გაავრცელა მთელ საზოგადოებაში. მისი ბოლო წუთები არენას მტვერში კი არა, არამედ საავადმყოფოს საწოლზე, ექიმების გადაუდებელი ზრუნვის ქვეშ, ამაოდ იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გარდაცვალების გავლენა პროფესიონალური ხარზე ჯირითის მთელ სამყაროში გავრცელდა. ღონისძიებაზე გლოვის ჩრდილი გადმოიფინა. შოკი კიდევ უფრო გაძლიერდა იმ ფაქტით, რომ გლენი ცნობილი იყო თავისი ოსტატური და სუფთა ჩამოხტომებით ხარის ზურგიდან. ის იშვიათად ხვდებოდა სახიფათო მდგომარეობაში. მისი რეპუტაცია, რომ ყოველთვის ახერხებდა ტრავმებისა და ავარიების თავიდან აცილებას, მის ავარიას კიდევ უფრო არარეალურს ხდიდა. ეს იყო სცენარი, რომელსაც ისინი, ვინც მას იცნობდნენ, თითქმის ვერ იჯერებდნენ, რადგან ესეთი შემთხვევები არ შეეფერებოდა მისი გამოცდილებისა და ოსტატობის მქონე ქოუბოის. მაგრამ ყველაზე გამოცდილი მხედრებიც კი ბედისგან დაცულნი არ არიან. Bud Light Cup-ის ღონისძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხარის მხედრებმა იცოდნენ, შეჯიბრი გაგრძელდებოდა. ატმოსფეროს შოკითა და სევდით იყო გაჟღენთილი. თითოეულმა მხედარმა ძალიან ბძაფრად იგრძნო დანაკარგის სიმძიმე, მაგრამ მათ ასევე იცოდნენ, რომ ვალდებულება ჰქონდათ შესასრულებელი. მათი დაღუპული მეგობრის პატივსაცემად უნდა ემოქმედათ. ისინი თავიანთ ხარებზე ადიოდნენ, მოგონებებით სავსე გულებით. თითოეული ჯირითი იყო პატივისცემა იმ ლეგენდარული ხარებზე მხედრისადმი, რომელიც დაკარგეს. ბოლოს, იმ ღამით მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ ისტორიულ ჩანაწერად არ ქცეულა. ეს იყო ხაკი. ეს იყო ხაკი. ეს იყო ხაკი. რომელიც მათი მეგობრის ხსოვნას ეძღვნებოდა, რათა მისი სული მათთან ერთად ყოფილიყო ყოველი ნახტომისა და მოხვევისას. ის ხარის მრბოლელები, რომლებიც Bud Light Cup-ის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, იცოდნენ, რომ შოუ იმ საღამოს გაგრძელდებოდა, მაგრამ უმეტესობა ჯერ კიდევ შოკში იყო. ისინი ლეგენდარული ხარის მრბოლელის ხსოვნისთვის ასპარეზობდნენ და საბოლოო გამარჯვებაც მას მიუძღვნეს. გლენის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, მამაცი და ნიჭიერი, საფრთხისთვის დამცინი, ხარის მრბოლელის მოსაგონარი, მემორიალური სტიკერები, კოუბოების ჟილეტებს ავსებდა. გლენის გარდაცვალების შემდეგ, პროფესიონალმა ხარის მრბოლელებმა გლენ კილის სახელობის ჯილდო დააარსეს, რათა მისი ხსოვნა პატივით ეცათ. ეს ჯილდო ყოველ წელს ლას-ვეგასში PBR-ის მსოფლიო ფინალზე საუკეთესო კანადელ ხარის მრბოლელს გადაეცემა, რაც გლენ კილის გავლენასა და მის ეროვნულ მემკვიდრეობას ღირსეულად ასახავს. გლენ კილის მიღწევები როდეოში ისტორიაშია ჩაწერილი, მაგრამ მისი ნამდვილი მემკვიდრეობა მის ოჯახშია ასახული, მეგობრებში და იმ თანამოასპარეზეებში, ვიზეც მან მოახდინა გავლენა. 2004 წელს როდეოს საზოგადოებამ თავი მოიყარა, რათა მისი პატივსაცემად გლენ კილის სახელობის ხარის ჯირითის მემორიალური ღონისძიება დაეწყო. ეს ღონისძიება მხოლოდ შეჯიბრი არ არის. ეს არის გზა, რომ გლენ კილის სული ცოცხალი დარჩეს იმ საქმის მხარდაჭერით, რომელიც მამდვილოდ ენაღლებოდა. ყველა შეგროვებული თანხა გლენ კილის ქველმოქმედებისა და სტიპენდიების ფონდში მიდის. წლების განმავლობაში ამ ფონდმა გასცა $250,000-ზე მეტი. სტუდენტებსა და სპორტსმენებს დაეხმარა თავიანთი ოცნებების განხორციელებაში, ზუსტად ისე, როგორც გლენმა გააკეთა. გლენ კილი მართლაც მეტისმეტად ადრე დავკარგეთ, მაგრამ მისი მამაცი სული და მემკვიდრეობა, რომელიც შექმნა, სამუდამოდ დარჩება ახალგაზრდა კოუბოების გულებში, რომლებიც გაბედავენ როდეოს უზარმაზარ გამოწვევებს შეეჭიდო. განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყო, რომ ადამიანსა და მხედს შორის ამ სახიფათო ცეკვას შეეგებო. გლენ, ხო, ის უბრალოდ ესეთი ადამიანი იყო. მადლობთ ყურებისთვის. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.